ჩემგვერდს და პოეტი, თეოლოგი აკაკი გაბრიჭიძე და მასთან ერთად ვისაუბრებთ მისი პოეზიისა და შემოქმედებით სიახლეებზე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ აკაკი მობრძანებისთვის. დილამშვიდობის, მოგესალმებით. ძალიან გახარებული ვარ თქვენთან სტუმრობით, წარმატებებს გისურვებთ, ხშირად გადევნებთ თვალს და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი და მომენტია. დღეს თქვენთან აქ მოსვლა და მოგზაურობა. თქვენ მადლობას მოგახსენებთ, რომ მოახერხეთ გამონახეთ დრო და მოვწადით ჩვენს გადაცემაში და გილოცავთ ჯილდოს, რომელიც თქვენ გამშვენებთ ილია მართლმითალის ჯილდო, რომელიც 2 თუ 3 დღის წინ მიიღეთ და რომ გითხრათ ამის შესახებ, თუ რატომ დაიმსახურეთ ეს მნიშვნელოვანი ჯილდო. მოგესალმებით. ილია ჭავჭავაძის ივერიის პრემია, რომელიც უწმინდესი ლოცვა კურთხევით ყოველწლიური სახი აქვს მიცემული, უკვე წლებია მიმდინარეობს. მასში ძალიან ბევრი ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მეც ხვდა პატივი წილად, რომ ერთ-ერთი ნომინაციაში მეც ყოფილიყავი გამარჯვებული და ჩემთვის ძალიან საპატივოა, ძალიან ბედნიერი გახარებული ვარ და ეს მაძლევს კიდევ იმის საშუალებას, განწყობას, სურვილს და мотивაციას, რომ კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდე ჩემს თავს და წერო კიდევ უფრო უკეთესად, ვიდრე ვწერ დღეს. დამავდროულად თავისთავად პასუხისმგებლობაც არის ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. აკაკი, რომ დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ დაიწყო თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ რომ გითხრათ თქვენი პირველი კალმის მოსმა, რას უკავშირდებოდა, როგორ დაიბადა ლექსი, ეს კონკრეტულმა რაღაც გარემოებამ განაპირობა, ეს იყო სული სამოძახილი, როგორ შეიქმნა პირველი ლექსი? დიახ, ძალიან კარგი შეკითხვაა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ლექსი თავიდანვე და ახლაც სული სამოძახილია და სულიდან ამოსულ სიტყვებს ვცდილობ რომ თავისი ფორმა და სახე მიცე. პირველი ლექსი უფრო სკოლის პერიოდში დავიწყე, რომ რაღაც სიტყვების ერთმანეთთან გარითმა, რაღაცნაირად სიტყვებთან თამაში, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე სტუდენტობის პერიოდში უფრო სერიოზულად და სტუდენტობის შემდეგ უკვე ამ ყველაფერს მივდექი უფრო სიღრმისეულად და ამ ყველაფერში ყველაზე დიდი როლი ითამაშა პირველ რიგში ოჯახურმა გარემომ, მშობლებმა, დედამ, მამამ, ბიძამ, რომელსაც ძალიან უყვარდათ პოეზია, რომლებიც წერდნენ ლექსებს და მეც აქედან გამომდინარე პირველის გაუმხილეთ. პირველი გაუმხილე ალბათ უფრო სწორად რო იყო დედას. და პირველი ლექსი, რომელიც საჯაროდ გამოვიტანე, დედას უთხარი ამ შესახებ და ეს რაღაცნაირად დედაშვილური მომენტი ეს გამოძახილია, რა თქმა უნდა. და მინდა რომ ეს ლექსი, რომელიც სულ რამოდენიმე წლის წინ ტელევიზიითაც გავაჟღერე, თქვენი ტელევიზიის საშუალებითაც წავიკითხო. და ყველა დედას მიუძღვნა დედა ჩემის თამადობით. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ მით უფრო რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნეთ და ერთად ვიზეიმეთ დედის დღე, დედა რომელიც ყველასათვის მნიშვნელოვანი ადამიანი არის. ზეცის სამყაროდან სურვილს ამარცხებდი, მე კი მოქარიშხლო ქარბუქს მინდობილი, თმებში სითეთრე და ალაგ შევერცხლილი ლექსით წარსულს ცვლიდი, შენს კერც მიყრდნობილი. ჩემთვის ტკივილებთან აზრი გაახელე, მე კი მევალება ვიყო უკეთ, ფრთელი მინდა დედა ჩემო, რამით გასახელო ვძერწო, ჩუქურთმებად ლოდი უკვეთელი, შენი გული მზრდი და ფიქრი გამიყავი, როცა მარტოობა ძლიერ შევიფერე, დროთა მდინარებით ჩუმი გამრიყავი, ბაცის სამოსელი სულში შევიკერი ახლა დიდობაში, ჩემო, დედა ჩემო, დამდევს გულწრფელობა, იმედ ნაფიცარი დედით ტკივილები უნდა შევაჩვენო თითქოს, საუკუნის წინად გაგიცანი, ზეცის სამყაროდან სურვილს ამარცხებდი, მე კი მოქარიშხლო ქარბუქს მინდობილი, თმებში სითეთრე და ალაგ შევერცხლილი ლექსით წარსულს ცვლიდი, შენს კერც მიყრდნობილი. ძალიან დიდი მადლობა.
ამ არაჩვეულებრივი ლექსისთვის, რომელმაც დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლის გული კიდევ მეტად გაათბო და კიდევ უფრო მეტად გაუღვივა ის გრძნობა, რომელიც მშობლის მიმართ და განსაკუთრებულად დედის მიმართ გააჩნია თითოეულ ჩვენგანს. როგორი იყო დამოკიდებულება მშობლების მხრიდან, ბიძის მხრიდან და ამ შემთხვევაში დედის მხრიდან, იმიტომ რომ პირველი როგორც ვძანეთ, მას გაუმხილეთ და ალბათ დამთანხმებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ ის პირველი შეფასება თუ როგორი იქნება დამოკიდებულება ეს ვთქვათ შეიძლება იყოს მით უფრო როდესაც სკოლის ასაკში წერ ბავშვია და შეიძლება უფრო ისეთი ზედაპირული დამოკიდებულება იყოს შეიძლება იუმორნარევი ასე ვთქვათ აი ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მიიღებს დედა იქნება ეს მამა თუ ის ადამიანი რომელიც პირველად ისმენს ამ ყველაფერს დამოკიდებულების შესახებ ვისაუბროთ რამდენად გადამწყვეტი არის ეს უკვე შემდგომ შემოქმედებით გზაზე. ნამდვილად დედა ჩემს რომ გაუხილე და ასე ვთქვათ ვესაუბრე ამის შესახებ უკვე შედარებით უფრო ხმამაღლა საერთაშორის мотиваცია მომცადა წამახალისა და მოიწონა ჩემი ეს დამოკიდებულება და რაც შეეხება მამას სანამ ასე ვთქვათ ფაქტის წინაშე არ დადგა გულისხმობ ჩემი წიგნის პრეზენტაციას რომელიც გაიმართა ზუსტად 2 წლის წინ მარტის თვეში და მარტის თვის დასაწყისში და სანამ არ ნახა ასე ვთქვათ რომ იმ ადამიანთა რაოდენობა ხალხის მოსული და ის განწყობა რომელიც სუფევდა ჩემი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე მანამდე მას არ ჰქონდა ისეთი კვეთრი პოზიცია და რეაქცია და მის შემდეგ მე დავინახე მამის დამოკიდებულება და განწყობა და ხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად და მან კიდევ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მაძლევს კიდევ რა თქმა უნდა მეტ мотиваციას მეტ მუხტს და როგორი კარგი შეგრძნება როცა შენი მშობელი ხარობს და ამაყობს სხვათა შორის ჩემს შემოქმედებაში ძალიან დიდი ხაზი როლი აქვს სასულიერო მიმართულებას სასულიერო სემინარია დავამთავრე წლების წინ და ესეთი ლექსიც მაქვს თუ შეიძლება წაგიკითხავთ დიდი სიამოვნებით მოგისმენთ ძალიან ესეთი ეს ლექსი არის მეორე წიგნიდან რომელიც უმალე იხილავს დღის სინათლეს და საზოგადოებას შეიძლება რომ გაეცნოს ახალ ლექსებს და თქვენს სიამოვნებით დაგვადიშებთ ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე აუცილებლად გეწევით გმადლობთ უფალს მე შენზე უთხარი რა ცეცხლიც გინდა მომაკრან რა დარდით მდევდნენ გულს გავლით დაფარულ სულის წვდომა ხარ უფალს მე შენზე ვუთხარი რა აზრი უნდა მომედოს რა წყევლა მდევდეს დემონთა ჩვილი ბავშვივით მომენდე გამიფიქრებდა მე მოვალ რა ნაღველს ვექცე დარაჯად რა სევდა მიდოს მე ვალი წუთს საუკუნედ გავხარჯავ შენი სურვილის მდევარი რა ცეცხლიც გინდა მომაკრან რა დარდიც მდევდეს გულს მალვით დაფარულ სულის წვდომა ხარ უფალს მე შენზე ვუთხარი ძალიან დიდი მადლობა. პირველი კრებული შენამდე ასე ჰქვია, მას რამდენად განსხვავებულია ეს ორი კრებული ერთმანეთისგან და რა შეიცვალა პირველი კრებულიდან მეორე კრებულამდე? ეს გზა ძალიან საინტერესო იქნება თავისთავად და თქვენი თვალით დანახული თქვენი პიროვნება, თქვენი პოეტი როგორი არის? რამდენად გაიცადა ცვლილება? დიახ. ცვლილება, რა თქმა უნდა, განიცადა ემოციები უფრო ასე ვთქვათ, განსხვავებულია ამ წიგნში. ეს პირველი წიგნი უფრო დიდი აქცენტი გაკეთებულია კივილზე, სიხარულზე, მაგრამ უფრო ტკივილიანი წიგნია. და მეორე წიგნი, რომელიც მალე დღის სინათლეს ნახავს, უფრო მზიანია, უფრო ანათებს და მეტი სინათლე აქვს. რაც შეეხება
მეორე წიგნს პირველთან შედარებით მე ვფიქრობ რომ ამ დროის განმავლობაში მოხდა ჩემი კიდე უფრო ზრდა და ეს ამას სვენელი ახლოდან გაეცნობა როცა ჩემი წიგნის პრეზენტაცია იქნება მაგრამ თვითონ ამ წიგნს როდის გაიმართება ამ წიგნის პრეზენტაცია ვფიქრობ ერთ თვე ნახევარში უფრო აღდგომის შემდეგ ვფიქრობ და სხვათა შორის რადგან მკითხეთ წიგნის შესახებ მე პირველი წიგნის შესახებ ამ წიგნს გვია შენამდე და თვითონ ლექსია ესეთი მზემ რომ სიცივე სულში იკმარა დღეს უშენობა სითბოთ შემარგე ფიქრს სასუფევლის კართან მოვყავარ შენამდე ცარა თბილია სხივთა მზერიდან გრძნობა მოვკირწყლე განცდის სერამდე ბედნიერება მოდის ჩემიდან შენამდე სამყაროს სუნთქვად გულში გიჩერებ ღმერთო ეს გრძნობა მარად შემარგე შენამდე ერთი გაფიქრება შენამდე ძალიან დიდი მადლობა აკაკი მობრძანებისთვის თქვენი სულის ნაწილაკების გაზიარებისთვის ასე ვთქვათ დიდი მადლობა იმ შეგრძნებისთვის რომელიც დაგვიტოვეთ თქვენი არაჩვეულებრივი პოეზიით და წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებები თქვენ და დიდი მადლობა კიდევ არაერთი წიგნის შესახებ არაერთი კრებულის შესახებ გვექნება საუბარი ჩვენს ეთერში წარმატებებს გისურვებთ უღრმესი მადლობა გმადლობთ მობრძანებისთვის შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი თეოლოგი აკაკი გაბრიჭიძე დღევანდელი ეთერიც დასრულდა მადლობას მოგახსენებთ იმისათვის რომ თქვენთვის ძვირფასი დრო ჩვენ დაგვითმეთ ბედნიერი შაბათ-კვირა მინდა გისურვოთ და უშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის